მოგესალმებით. ბატონო პატა, ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში მე ერთი გამოგვჭა ვერ მოხდა გარკვეული პირობების გამო. დროში ვერ ჩავედი. ხო და ჩვენ გვინდოდა რომ კიდევ უფრო მეტი გველაპარაკა, რა ხდება ოკეანგაღმა, პარალელი გაგვევლო რა ხდება საქართველოში ანალოგიური და მე მაინც დღეს მოდით ცოტა გადავუხვევ, იმიტომ რომ რაც ყველაზე თვალში მოსახვედრია ქართულ საზოგადოებაში. აი ამ თემაზე, აი ძალიან ზოგჯერ მაღლობს მე მაგალითად და არის რაღაც ისეთი ამის მიზეზი, იმიტომ რომ აი ვიტყვი რა არის ეს ადამიანების მასიურად ადამიანში რაღაც აი თავისუფლების აღქმის ინდექსის დეფიციტი ხო ძალიან დაბალი და ეს მე თუ მკითხავ უკვე ესეთი აზრი მაქვს და ჩვენს მოგებლებო თქვენს ესე მეტყვით რომ ესე იგი ალბათ ადამიანს ეს ზოგჯერ დაბადებიდან აქვს მაღალი არის ესეთი იცით რომ ახლა მე ამაზე მე ვიტყვი იმიტომ რომ მივხვდებით რომ ესე იგი თურმე ოქონია რა დაბადებიდან მაღალია თუ არ არის მაშინ უნდა მაქსიმალურად ეცადოს ნორმალური დღევანდელი მეტუმეტეს 21 საუკუნის ადამიანი რომ მაქსიმალურად აიმაღლოს თავისუფლების აღქმის აი ეს ინდექსი რამენაირად რომ იყოს ესე იგი სრულფასოვანი ადამიანი თავისი აზრებით ის კი არა მარტო რომ იშოვა ფული დაждდა ჭამა და თავისუფალი ადამიანი თავისუფალი საზოგადოებაა ასე ვთქვა. ხო რა თქმა უნდა და ყველა საზოგადოება და ყველა მთავრობა იმას ამბობს რომ აი ჩემთან თავისუფალი და ამ დროს ისეთი მომენტი ვარდება ხანდახან ადამიანს დაუწყებს საუბარს მაგალითად რაღაცაზე ყოფადობაზე და უცებ მოგიტრიალდება და გეტყვის იცით რა მე პოლიტიკაში არ ვერევი აი ეს უკვე არის გამღუპველი რა ესე იგი იმდენად მარწუხებშია ესე იგი ადამიანი რომ ყოფიერება პოლიტიკას გაათამიშა გეუბნება რომ პოლიტიკაა ესე იგი ეს ყოფიერებაზე საუბარი თურმე არის პოლიტიკა და პოლიტიკაა ჩემო ძვირფასებო და ძალიან ფართო ცნებაა ბატონო პოლიტიკა. პოლიტიკაში იმუშავება ყოველდღიურობა და ადამიანის აი რა პოლიტიკით უდგები რაღაც თემას. გეხ მასმის. ხედვა არის. ახლა მე წონა რომ თქვი, აი ბატონო პატა რომ ის რომ ესე იგი ადამიანები არიან რომლებიც რაღაც აი ზედმეტად თავისუფალი კარგად გამიგეთ, თავისუფლების აღქმის ინდექსი ის კი არა რომ რაღაც ქაოსი არა, ეს უნდა იყოს გაჯერებული, ესე იგი, ეთიკასთან, ეთიკურ ნორმებთან და ელემენტარულ, ესე იგი, იმასთან, რომ ესე იგი, შენ გაითავისო კანონები, თქვა, რომ ეს კანონი, ეს მე ჩემია, მე ამას არ დავარღვევ და თუ კი რაღაც მოხდა ისე, რომ მე დავდექი ამის პირისპირ, რომ ესე იგი, აღმოჩნდე ან კანონთან კონტრასტში არ აღმოჩნდები, არ მექნება კონფლიქტი და ამავ დროს დავიცავ ეთიკურ ნორმებს, ხო? ახლა მე ამის ერთ-ერთი მაგალითი რომ აი ძალიან მაღალი ინდექსი თავისუფლების აღქმის, ყველაზე კაი მაგალითია ბატონო აი ეს ფილმიდან აი ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ყველაფერი შეიძლება ახდეს დატვირთვით ის მოხდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე ქვია ფილმს. ქართული ესე იგი ამერიკული ფილმია, Paramount-ის გადაღება, ჯორჯ სეტონი დირექტორია და რეჟისორი და არის ქართველებზე ფილმი რა და თვითონ ნაწარმოები არის ბატონ გიორგის ხო არა უშავს კობიან ტკარელი არა პაპაშვილის ბატონ გიორგი თამაშობს კიდევაც და არა თვითონ არ თამაშობს სხვა ფილმში თამაშობს არა თვითონ არის ის დოკუმენტური ფილმია რომ თავის თავზე როცა ის ქვისმთლელიც არის ხო ერთი სიტყვით გიორგი პაპაშვილმა ესეთმა ქართველმა ეს ძველი დროის ამ წასული კაცი ამერიკაში 30-იან წლებში ჩასული
ესე იგი ადამიანი 4 თვე იყო მხოლოდ ამერიკაში. როცა მოხდა რაღაც კონფლიქტივით კანონთან. და წარმოიდგინეთ, რომ საუბარიც კი არის ის ჯერ კიდე კარგად ინგლისურად და ну რაიყო სწრაფად მაქსიმალურად ვეცდები თქვა და იმდენად აი რომ გავითვალისწინოთ რა არის ადამიანის თავისუფლების საქმის ინდექსი რამხელა მაღალი ქონდა. ამ კაცმა ეს ფილმი ესე იგი ეს იყო ნაწარმოები თავის თავზე დაწერილი მეუღლე ბეჭდავი იყო სასამართლოში და მე გახდა მეუღლე და ერთი სიტყვით მეუღლემ დაწერა, უგონ დაწერილია თავის თავზე, თავის ისტორიაზე. ავტობიოგრაფიული ნაწარმოებია და ესეც ქვია, ხო, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. და აი აქ არის ერთი მომენტი, რომ ესე იგი ახალი ჩასულია 4 თვის და ის და მისი მეგობარი ნიუ-იორკის ცენტრალ პარკში მოდიან, მოსეირნობენ და ერთ-ერთმა მეგობარმა, რომელიც მათთან არ არის, მაგრამ დაინახა, რომ დაუძახა, გიორგი, მოდით, ნახეთ და ვარდები აქვს მოკრეფილი. ეს პარკიდან, ესე იგი, მოწყვეტილი აქვს 1-6 ვარდი და ესენი მივლენდა კი, მაგრამ რა გინდა ეს ამდენი 3 მაინც აგეო გიორგი ეთქვის. და არა ვიცით რა ის ეუბნება ცოტა მეტი მინდა რომ ქალბატონს მივართვაო და ერთი სიტყვით აი ამ მომენტში მოვა პოლიცია რა და ამათ სათითაოდ გამოუწერს ჯარიმას ერთიან ჯარიმას არა სათითაოდ და აი ესენი ეუბნებიან ეს ორნი ამ გიორგის რომ წავიდეთ ახლა გიორგი და საქმის მომგვარებელთან მივიდეთ და ის მოგვიგვარებს და ეხლა სამფის მომგვარებელი ესენი გულისხმობენ ადვოკატს და ეს ეუბნება ვინ არის საქმის მომგვარებელი და მივunan ეხლა ეს უსმენს და იცით რა მე პულსაც გადავიხდიო ჩემი მეგობრებისთვის თუ თუ ამის აუცილებლობა არ არის რა მაგრამ ეს სათითაოდ გამოწერილი ჯარიმა და მე ვამბობ პირდაპირ რომ არ ჭირდება მე მომგვარებელი მე თვითონ გავალ სასამართლოზე და მე თვითონ ვიტყვი რომ მე დამნაშავე არა ვარ და ხდება ისე რომ გადის მართლა ესენი ეუბნებიან არა მე არა ვარ დამნაშავე კაცმა ინგლისური არის ის ჯერ კიდე კარგად და დგას აი სასამართლოსთან ეს კაცი და იმდენად ეს ახალგაზრდა ადამიანი მაწვდი რა ეს გიორგი პაპაშვილი ფილმშიც ეგრეა გიორგი პაპაშვილი რაც თვითონ და დგას და მოსამართლეს ეუბნება რომ ესე იგი თქვენ დიდი მადლობა თქვენი ღირსებისთვის. თქვენ ღირსება დიდი მადლობა კი არა, თქვენი ღირსებისთვის გაეცინება ხალხი ზის უსმენს და ახლა ეს მოსამართლე უსმენს და ეს რატომ ეს რას ფიქრობთ თქვენ ხართ და მე დამნაშავე არა ვარ. ნუ ახლა აი მე ჩემი მეგობრები იყვნენ და იქ მითხრეს რომ მომგვარებელიო და მოსამართლე მომგვარებელი ხო ადვოკატი არ ეხმარეს ეხმარეს მომგვარებელი და ამაზე ეს გაახედავს რომ ვინ არის ეს მომგვარებელი სხვათა შორის ისიც უკან ზის მაგრამ ამის გამო არა უბრალოდ უსმენს ეს თვითონ ეს ადვოკატი ერთი სიტყვით ამ საუბარში კაცი ეუბნება რომ აი თქვენ მე რა დავაშავე არაფერი მე უბრალოდ მივედი და უკვე ის მომენტი დავინახე როცა ვარდი მოწყვეტილი იყო და მე იქვე თქვი რომ მე არ მომეწყვეტე და მოვიდა მე ამერიკის ჯარიმა სათითაოდ დაგვირიგეს ჯარიმა თქვენო რამდენი ხანია ხართ შეერთებულ შტატებში მოსამართლე გითხება მე 4 თვე და ადრე გქონია თუ თქვენო ამ კანონთან რაღაც კონფლიქტი არაფერი
ესე იგი ითხოვს, განათხოვს, ითხოვს, იმიტომ რომ კაცი მართალია, კაცო. და ეგ არის და ის რას ეუბნება თან წარმოიდგინეთ 1951 წელი ახლა ეს ფილმი არის გადაღებული პარამონტში ჯორჯ სატონი არის დირექტორი მთავარ როლს თამაშობს ხოსე ეს არის ლატინო ამერიკელია პუერტორიკოელია ფერერი და არის წინა ფილმი ოსკაროსანი მსახიობი რა და ამ მთავარ როლს ეს თამაშობს რა ეს ფერერი და ეს რაღაც ისეთი სიტუაციაა რაღაც და ისეთი მომენტია რომ ეს კარგად თამაშობს სხვათა შორის და ის ეკითხება ეუბნება რომ ნახეთ რა ლამაზ სიტყვას ეუბნება ამერიკელი მოსამართლე ხმაწვილო 4 თვე ხმაწვილო იცით რაო აი თქვენმა შემოსვლამ სასამართლოშიო აი ამ ოთახში შემოიტანა რაღაც სიო სუფთა ჰაერის სიო ამ დახუთულ ოთახში და ისურვებთ წარმატებებს ცხოვრებაშიო ამ ქვეყანაში ესე იგი ის გაგზელე ესე შენი გზა რო ესე იგი იცხოვრე თავისუფლად იყავი თავისუფალი არ დარღვიო და ქაოსი არ აკეთო მაგრამ მოითხოვე იმიტომ რომ შენ თუ თავისუფალი ხარ შინაგანად შენ ითხოვ იმას რაც გეკუთვნის და აი ეს მოაკლია ბატონო და ეხლა მე თქვენ გააგრძელეთ და მე კიდე იმ რეჟიმში გადავიდეთ როგორც დიალოგის ესე ხედავ რომ საერთოდ მე ვარ გზა და თავისუფლება უფალი ბრძანებ მოვოდით ჩემთან მასშტაბი და ერთმზემერი და მე განთავისუფლებ თქვენ როცა ადამიანი თავისუფალია ეს დიდი პასუხისმგებლობაა ეს ქართული სიტყვა რატევადია ნახეთ თავისუფალი თავზე რო უფალია დგას ამიგე და ადამიანის ქმედებას განსაზღვრავს არა იმისი მომგებიანობა და პრაგმატიზმი არამედ რამდენად უფალთან მართალი იქნება თავის ქმედებაში ანუ ეს დიდი პასუხისმგებლობაცაა და დიდი ვალდებულებაცაა ძველი ბერძნები მაგალითად ასე განსაზღვრავდნენ მაგ ამბავს რომ დანარჩენებს უწოდებენ ბარბაროსებს და თავის თავს უწოდებდნენ თავისუფალს და ესე იგი ბარბაროსი იმიტომ იყო ბარბაროსი ანუ დაპყრობილი ქვეყნის შვილი ასე ვთქვათ რომ იმ თავის დროზე არის ზრუნა იმისთვის რომ ის თავისუფალი ყოფილიყო ამიტომ თავისუფლება სჭირდება ბრძოლა და იმ მოსამართლემ იმიტომ შეაქო რომ იმ მოსამართლემ დაინახა ამაში პოტენციური მაღალი რანგის მოქალაქე რომელიც ამიგე და ასეთი ზნეობის დამკვიდრება თავისუფალ საზოგადოებას ასეთი იმპულსები აუცილებლობას წარმოადგენს დღეს ახლა როცა ჩვენ ხო სულ ანალოგიას ვეძებთ რომ გადმოვიდეს ჩვენთან რაც სამყაროში ხდება ალბათ მე მაგ ამბავს თქვენ თვითონ უფრო კარგად გააშუქებთ ახლა მდინარე პროცესებს გეოპოლიტიკურ თვალსაზრისით მაგრამ ნახეთ როგორ ამბობენ ჩვენი ღირსეული დიდი მამები და დიდი მასწავლებლები ხო რაც ერთხელ სულს დააჩნდების საშვილიშვილოდ გარდაეცემის ესე იგი მე რომ ასეთ ქმედებას არ დაინდულს ამიტომ იყო უწინ რომ თუ თამეგობრება იყო ან თუ გაცნობა იყო ან თუ ქალის თხოვა იყო ან თუ გათხოვება იყო ვისი ოჯახი რომელი ოჯახის წარმოადგენდა ვისი შვილი იყო ეხლა დღეს სივებია მოგესალმება და აქ დამთავრდება ძალიან მაგრამ საშვილიშვილოდ იმიტომ რომ ოჯახის ტრადიცია იყო ასეთი და ადამიანი ზრდებოდა თავისუფლად ადამიანს კი არა ძალსაც კი აი ყაზბეგურას კავკასიურ ნაგაზს რო ეძახიან და სინამდვილეს ქართული ნაგაზია იმას ყრმობიდან არც ცემასაც არ აჩვევა ხო ითრგუნება ანუ ეს თავისუფლება და დათრგუნვა შორის აღზრდოსები ძახი ამიტომ იყო რომ როცა ძველ საზოგადოებაში ბავშვიც რო შემოსული იყო უფროსები ფეხზე უდგებოდნენ იმ ბავშვს იმიტომ რომ პატივცემდნენ იმაში ადამიანს ზოგადად და ის სწავლობდა მე თავისუფლებასაც სწავლა უნდა ხო ეხლა ბოდიში და ასეთი გამოთქმას არსებობს რომ გიჟი თავისუფალიაო იმ გის თავისი თავისუფლების ხარისხი იმიტომ იმას არავითარი მუხრუჭი არა ხო ეს ამიგე ხო და მაგრამ თავისუფალი ადამიანი წეგანოს თქვი რომ ქართულ ენაში იმდენი სიბზნე არსებობს რომ თავზე რო უფალი ადგას და უფალი იმას ანუ უფლის სათნოთ უნდა მოიქცე ამიგე შენს მოქმედებას, შენს ადამიანობას, შენს თავისუფლებას უნდა განსაზღვროს ის მაღალი ზნეობა, მაღალი თამასა. ხო. ეხლა მაგალითად აქ ვიღაცასაც უკავშირდება ეგა
რადგან ილი ამბობს რომ არის საგნები რომ ეხლა მაგალითად თუ ვალდებული ხარ ორმოში რომ კაცი ჩავარდეს დაუშვათ შენ რომ გაიარო და არა მოიყვანო ამას კანონითაც კი ეჭები ხო ეს უკვე ხო შენ მოგისაჯონ კიდევაც სამართლის და ნორმალურ ქვეყანაში უნდა მოგისაჯონ იმიტომ რომ შენ კონდა ამის შანსი და იმიტომ რომ გუნგრილი არ იყოს ადამიანი თავის საზოგადოების მიმართ კონდეთ დიდი პასუხისმგებლობა ისნობა და ის სიტყვები მახსოვს მგონი მაგას ეკუთვნის რომ ნუ გეშინიათ მეგობრები სიმათ მხოლოდ ღალატი შეუძლიათ ნუ გეშინიათ მტრები სიმათ თქვენი მოკლა შეუძლიათ გეშინოდეთ გუნგრილი ადამიანების რომელთა ფარული თანხმობითაც ხდება ყველა ამათზენი დანაშაული ამ ქვეყანას ეს გულგრილობა არ არის თავისუფლება და ოდეში და ხსვის ჭირი ღობეს ჭხირი ხო ეს უკვე ხო დამიგეთ როცა ადამიანი არის სოციალური არსება ჩვენ ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ ამ გარკვეული სოციალური ვალდებულებები და აი ეს ვალდებულება განსაზღვრება ჩვენ თავისუფლების ხარისხს რა თქმა უნდა ეხლა აქეთ რო გადმოვიტანოთ ჩვენ დღევანდელ სიტუაციაში რომ მოვიდეთ თავის დროზე ჩვენ მოვიპოვეთ 9 აპრილის შემდგომ ასე ვთქვათ ერთი წლის თავზე საქართველოს გახდა დამოუკიდებელი თავისუფალი ქვეყანა და ბატონ ზვიადმაც ეგრე მიმართა საზოგადოებას გამოაცხადა 9 აპრილის რომ აი შეწირულთა 9 აპრილის დაყრდნობა გარდაცვლილთა სულები ზეცაში ხარობენო და მიულოთ ჯერ იმათ მიულოთ იმიტომ რომ თავისუფლება მსხვერპლსაც მოითხოვს თავისუფლება თავისთავად არ მოდის ხო და მე ამ თავისუფლებას შენარჩუნება ჯერ განთავისუფლებაა და მე თავისუფლებაა და მე სწავლაც უნდა რა თქმა უნდა და თქვენ თუ გახსოვთ 9 აპრილის პერიოდში მოკლე ხანში ადამიანი არც ქურდობები არ ხდებოდა არც კრიმინალური ანაშაული არ ხდებოდა ერთად ხო თავისუფალი იყო ადამიანი თავის ქმედებაში მაგრამ ყველამ თავის შეზღუდა ეს არის თუნდაც თავისუფლება ამ შენი თავისუფლება თავდება იქ სადაც ხვისი უფლებები იწყება სადაც ხვისი უფლებები შენ თუ უწვის უფლებებს შეელახავ შენ უკვე თავისუფალი ვერასდროს ვერ იქნები და არის საგნები ილია ვახსენე რომ აი იმ ვალდებულების ზევითაზე ის უკვე ღვაწლია ესე იგი ღვაწლის გაღება ზუსტად თავისუფლების ხარჯზე ხდება იმიტომ რომ ადამიანი რატო დაივალდებულებს თავის თავს თუ ესე იგი რაიმე мотивация არ აქვს, აი რატომ უნდა, იმიტომ რომ იმას თვითონ სიამოვნებს, რომ თავისუფლებისთვის იბრძვის ან მოქმედებს, ან სიკეთეს აკეთებს, თავისუფლება და სიკეთე ერთმანეთს უკავშირდება. მაგრამ აქ არის ასეთი მომენტი, როცა პოლიტიკურად აი მგელის თავისუფლება რაღაცა ცხოვრდა სამყაროში. მგელი თავისუფალი რო შეჭამოს ცხარი დაუშვათ. გამიგემის უფლება. მაგრამ ცხარსაც ხო უფლება რო იცოცხლოს გამიგება. ამიტომ როცა საზოგადოება სოციუმი თანხდება, აი ამიტომ არის კონსტიტუცია არსებობს, კანონები არსებობს, რომ აი შენი თავისუფლების ხარისხი სადამდე მიდის და სად იზღუდება. კი ბატონო. აი დაამთავრებელი მაგას ხოია, კი ბატონო, მაგას ხოია პასუხისმგებლობა. უკვე რომ ესე იგი შენ იმის მეტი აღარ შეგიძლია რაც. შენ იმის თავისუფლება გაქვს რომ გააკეთო არჩევანი შენს ვალდებულებათა რა თქმა უნდა. მეტი თავისუფლება ადამიანს. ადამიანებმა, აი ბატონო, ადამიანებმა აქ უკვე აი ძალიან ხშირად ვაწყდებით რაღაც მომენტს, რომ ადამიანებს ეს უკვე არეული აქვთ ერთმანეთში. რომ ესე იგი ზედმეტი არ ხარ გუშინ მაგალითად არა მე რაჭველები აჩვენეს ერთ-ერთ ხუთვარსტები ფორმულაზე და ხო ფორმულაზე და ეუბნებიან რომ აი როგორ ახართ როგორ ხდება ყველაფერი კარგად არის ყველაფერი შეგეძლოთ თქვენ ყველაფერი კარგად არის ყველა გზით კარგად მივდივართ ყველა ერთი კარგად ვარ და კი მაგრამ აი მედიკამენტი რომ ესეთი ზვიერი არ არის კაი ძალიან ძვირად არის მე საკვები პროდუქტი რო ესე გაზვირებული ეგ ძალიან ცუდია მაშინ ყველაფერი კარგად როგორ არის მაგრამ იცით რა არის იქ არის რაღაც მომენტი ესე იგი რომ ადამიანი შეზღუდულია მარწუხებშია რა რომ შიშიც არის დარგუნულია ხო დარგუნა რომ ცოტა სხვანაირად რო თქვენ შეიძლება დამიჯეროს დახმარებას ეძებს და ან დამიჯერენ ან არ მაღირსებენ არაფერს და აი ეს არის ზუსტად რაც უყავს ეხლა მე წეგან ეს ფილმი რატომ ახსენ ჯერ ეს ერთი პირველ იმას ვიტყვი რომ ნამდვილად ჩვენი დაუდევრობის ბრალია რომ ეს ფილმი ნათარგმნიც რო არ არის რომ ქართველებზე ფილმია კაცო და იმ სოტონმა Golden Globe ანუ ოქროს გლობუსი მოიგო მეორე წელიწადს ამ ფილმში ესე იგი უცხოური კულტურის ამერიკულ კინოხევა უცხოური კულტურის დახმარებისა და განვითარებისთვის
ესე იგი მხარდაჭერისთვის ამ კაცმა ამ დირექტორმა და ჩვენ ნათარგმნიც არა გვაქვს ეს ფილმი და ნუ ეხლა მე ის კაცი და გამომიგზავნათ ეგ კი მე გამომიგზავნეთ კი და მე ფილმი ადრე მაქვს 91-ში თუ 12-ში AMC-ზე ნახე მაშინ ბობ დორიანი იყო წამყვანი არის ორი დიდი ტელეარხი AMC და Turner Movie Classics ორივე American Movie Classics და Turner Movie Classics და ერთ-ერთი მაგნანი და სხვათა შორის კარგი ბობ დორიანმა ძალიან კარგი ის გაუკეთა რომ ესე იგი იმდენად ამერიკელი იყო უკვე 4 თვეშიო ეს ქართველიო რომ მოსამართლე ხო ეს ამერიკელი ესე იგი ხშირად ჩვენ აი მე ხშირად მეუბნებია რომ ამერიკელები ისინი არიან აი ცოტა შეიძლება უკულტუროებიც არიან თქვენ ცოტა თავხედები არიან არა ეს ესე არ არის იცით თავხედები კი არ არიან და უკულტუროები ზედმეტად მაღლა დგას მათი თავისუფლების აღქმის ინდექსი და აი ასე ეჩვენებათ და აი მე მაგალითად ახლა ამას დაუკავშირებ პირდაპირ გუშინდელ აი დაუსის იმას ხო ოლენას საათ ნახევარი ელაპარაკა ჩვენ გასულ გადაცემაში ვისაუბრეთ ტრამპის პიროვნებაზე რომ ესე იგი არ არის ახლა ის ადამიანი რომ მას მაგალითად მე მაგალითად პირდაპირ ყველას ვეუბნები და ყველას ვეთქვი რომ ასე ძალიან ხარდაჭერით ნუ იქნებით იმიტომ რომ ეს არ გავს იმ რესპუბლიკელს რომელიც ის არის რასაც ქვია ამერიკელები რო ეძახიან რინო ანუ Republican in name only. ეგ არის რესპუბლიკელი როგორც წოდებით მარტო თორემ მე სიტყვაში გუშინ იმ საათსა და 10 წუთიან სიტყვაში ხო ვერაფერი ვერ დავინახე ფორმე და არაშინაა ვერაფერი ვერ დავინახე იმაში ვერც რესპუბლიკური ვერც ამერიკული ვერც რესპუბლიკური ერთადერთი დავინახე ის რომ ადამიანმა სამჯერ შეურაცხყოფა მიაყენა წინა მორბედს და ეგ ძინარა ჯოს ამბობდა მე მსოფლიო ეკონომიურ ფორუმზე ხარ ამის გარდა მე არ ვიცი ახლა მე ვეკითხები ყველა პოლიტ მიმომხილველს ვინც ინგლისურად საუბრობს მოგწონთ თქვენ მისი ლოგიკა ინგლისური თუ მოგწონთ მისი მე მაგალითად აი ვამბობ რა რომ ყველაფერს მხოლოდ ორ სიტყვაზე beautiful და რაღაც ყველაფერი ლამაზია ის ლამაზი ოკეანე გვაქვს შუაში ერთი სიტყვა რაღაც შეზღუდვებია ხო და უკვე რომ ვაკვირდები უკვე ეს ყველაფერი და ყველაფერზე მე უკან იღებს ყველა სიტყვას ნათქვამს მის ნათქვამებს უკვე არ შეკეთებაში არიან კაბინეტის წევრები ნუ ანუ დაახლოებით ჩვენი ყურას მინისტრები იქ მდივნები ხო და რაღაც აი არემონტებენ ასე რომ ვთქვათ მის საუბრებს და რაღაცა და კაცმა უკვე მესამეჯერ მე მაგალითად აზერბაიჯანის პრეზიდენტი რო ვიყო მე უკვე შეურაცხყოფილად ვიგრძნობდი რომ გუშინაც დაუშვა შესაძლოა ტილებით ხო მე დავამთავრე მე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და ადრეც თქვა და კიდე სამჯერ აქ ეგრე ნათქვამი ხა ეცეთ რა ახლა ალბათ თქვენ ქსიამოვნებთ მაშინ უკვე ეგრე მივმართავ იმ ხალხს ალბათ თქვენ ქსიამოვნებთ ამერიკის ესეთი წარმოჩენა რაღაც აი არა და ეს მისი პირველი კონსტიტუციური ის არის ვალდებულება რომ მან წარმოაჩინოს შეერთებული შტატები უცხოელ ლიდერებთან და ესე იგი ესე წარმოჩენა და თუ ეს მოგწონთ მაშინ მე პირდაპირ ვამბობ რომ თქვენ არ მოგწონთ არ გინდათ რომ ეს ლიდერი ქვეყანა იყოს რაღაც მართლა წარმოჩინებული და რაღაც მართლა ლიდერი და არა ის რომ უყიროდე რომ მე მაგარი ვარ ძალიან მე ძალიან მაგარი ვარ რანაირ მაგარი ვარ 2024 წელს არჩევნებიდან ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ვარ ეხლა და ეგეთი ძლიერი 2024 წლის ოქტომბერში ერთი უნცი ოქროს ფასი ნიუ-იორკის ბირჟაზე იყო 2400 რაღაც 60 დოლარი თუ რაღაც დღეს არის 5800 რაღაცა და 80% თითქმის რა 5000 რაღაცა მეტი 100 რაღაც პროცენტით ხო და აი მეორე ვერცხლი საერთოდ ყველაფერი და ეს როგორ ესე იგი არ ვთქვათ რომ ეს და ეს არ უგულებელყოთ ეს და ვთქვათ რომ ეს აი ვერცხლის დოლარი დევალვაციის ხარჯი ხდება ხო და ნახეთ აი მან მივდივარ ზუსტად აი ზუსტად მან მივდივარ ვერცხლი ღირდა 27 დოლარი და რა დღეს 97 და რაღაც 5 აი
გუშინ ბლუმბერგზე უყურებთ 60%-დან მეტი. ხო რა და გუშინ კითხეს სხვათაშორის იქ იყო გუბერნატორი კიდევ ერთხელ ვიტყვი არ გეგონოთ რომ რაღაც დემოკრატებისგან იყო გადახრილი პირიქით რესპუბლიკელების ხარდამჭერი ვარ ყველანაირად მაგრამ ესეთის არა მე რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერი ვარ და არა ერთი კაცის რომელსაც შეცდომები მოდის ძალიან ბევრი გინდა საგარეო პოლიტიკაში გინდა საშინაო ეკონომიურ როგორ რანაირად შეიძლება გაზრდეს ესე და თან მე ამბობს რომ 200 რაღაც 1000 ადამიანი ესე იგი გააყარეს სამსახურებიდან კაი კი ბატონო მე ეს მივიღე იმიტომ რომ რესპუბლიკური პარტიის ეგ არის რომ ესე იგი რაც შეიძლება იყოს იაფი მთავრობა ესე იგი შედარებით თვითონ აპარატი მთავრობის იყოს შემცირებული კომპაქტური და იყოს მეტი ხო ნაკლები ხარჯი ამას ეს გაღარა და ყველაზე დიდი ბიუჯეტი თხოვა მთავრობის ფედერალური მთავრობის შესაძლოა big beautiful bill თან დაარქვა big beautiful bill დიდი ლამაზი მოთხოვნა კონგრესსა და სენატს ეს არის არ ვიცი ახლა კი გასაგებია турბულენცია ხო ქვეყანაში მსოფლიოში და მithumetes ქვეყნის პირველი ლიდერი დღეს ესეთ რაღაცას მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ ის აზრი და დავდგეთ იმ აზრზე რომ ამერიკას კი არ უნდა ვაგინოთ და ვაცაბოთ არა ჩვენ უნდა ვთქვათ რომ ის ძალიან დიდი ქვეყანა და მართლა ბევრი შემძლე და მართლა ლიდერი მსოფლიოში დღეს არის ცოტა წარმომადგენლობით პრეზიდენტის დონეზე ცოტა შილიბატო ვთქვათ ასე ვიხმარ ამ აი დაოსის შეხვედრაზე რა სიტყვით ან სამშვიდობო ინიციატივაზე არა იქით რა იყო სამშვიდობო იქ უფრო აი ახლა მაგალითად გუშინ ჩვენი ხელისუფლება რო არ მიიწვიას არავინ ხო და ეგ არის ტრაგედია ესე იგი სომხეთიც იქ იყო სომხეთის ისა პირველი პირი და აზერბაიჯანის და იმ აზერბაიჯანელმა ესეთი განცხადება გააკეთა არ ვიცი ახლა მე ამათ როგორ აი ამათ მაგალითად ბელორუსიც იყო ხო მაგრამ იმან განცხადება გააკეთა იცით რომ ესე იგი ჩვენ ახლა პოლიტიკურ ემოზე აღარ გვინდა რომ მაგრამ მაინც ვიტყვი ერთ მცირედს რომ ეს არ არის პოლიტიკური განხილვა ეს არის უფრო სხვა კუთხით ხო გადაცემა და იმან განაცხადა რომ ჩვენ საქართველოს გზით გვერდის ავლით გავივლით პირდაპირ თურქეთით გავალთ კორიდორზე ანუ სომხეთი პირდაპირ მიიღეს თავის ტვირს აზერბაიჯანის გავლით რუსეთს დაუშვა და უფრო რას ამბობს ეს აზერბაიჯანელი ალევ ამბობს რომ ესე იგი მე გავატარებ ამ ტვირს აი ეს აზერბაიჯანი მე სომხეთი და გავალ თურქეთზე ეხლა ეს რამდენად ეს სხვა რეალურობა სამგეზურის პროექტის მაგას გულისხმობ ხო მაგრამ იცით რა არის აქ მე ბევრი ფაქტორი ჩამოვარდება პირველ რიგში ის რომ დღეს თუ ამას ტრამპი მარტო ამაზე ხელს დაჟდა უკრავს ხო იმას უკან კანონმდებლები და მეურვეები ყავს და ისინი იტყვიან რომ ეს დიქტატორია და ეს კი არა იმ ქვეყანაში სადაც უნდა გაიარო ისიც დიქტატორია მე მგონი აი ეგრე იტყვიან ხო არის ესეთი აზროვნებაც არის მაგრამ მოდით ამაზე უფრო არა აი კიდევ აი იმასე აი დღეს ჩვენ მაგალითად საზოგადოებაში გვაქვს უკვე ის მომენტი რომ ვამბობთ რომ აი ქართველებს ძალიან ვიჭერს ეს და ესე იგი ფესვებში კი არ ვეცებთ რაღაცას პრობლემას აი ის რო ვერ მივიღეთ მაგალითად აი ესე რომ ვთქვათ ნაყოფი რო ვერ მოისხაებ ხა ფოთლებს წმინდავთ ახლა რატო არ მოისხანა როგორ მოისხავდა ნაყოფს როდესაც თქვენ და მთელმა ქართველმა ერმა მე მაგალითად აქ არ ვიყავი და იქ რაღაცა სიმწრის სიცილი მქონდა და მე ანერვიულებული კაცმა გეუბნებათ პირდაპირ რა რომ ესე იგი აი ხმამაღლა თქვა რომ აი დიახ ჩვენ არ გვინდა ვიყოთ სოფლიო პოლიტიკურ ეკონომიურ სცენაზე რაღაც მოთამაშე ჩვენ უნდა ვიყოთ ლოკალური გეუბნებოდა ხმამაღლა პირდაპირ ვერ მეტყვის რომ ეგ არ უთქვია იმიტომ რომ უსმენდით და იქიდან ყველაფერი კარგად ჩანს ამას ლოკალური სხვა აღარ ვართ და ხო და მე ეგ არის ზუსტად რომ მანდ ვიღუპები ზუსტად როდესაც შენ სოფლიო პოლიტიკურ ეკონომიურ სცენაზე რო არა ხარ პატარა მოთამაშეც კი ფუნქცია არ აქვს ფაქტიურად საერთოდ იკარგები ლოკალურში იკარგები მე ეს ლოკალურად ეხლა ვართ დაკარგულები
მე ესე ვფიქრობ და მარტო მე არ ვფიქრობ, უკვე მსოფლიო ესე ფიქრობს. ბატონებათა, მეორე, ის კიდე რომ ესე იგი ვიღაცა მაშინ ის თავისუფლების საქმის ინდექსი ვერ გამოამჟღავნა მაღალ დონეზე და ვერ თქვა, რას ქვია, ჩვენ არ ვიღოთ. ხო? რატო არ უნდა ღირსებაზე უარს ამბობ ფუნქციაზე. რატო თან უკვე მიღებულ ღირსებაზე. და ვისგან მიღებულს ისიც ვიცით. კი ბატონო, მე არც ნაციონალისტი ვარ, არც სოციალისტი, მაგრამ პირდაპირ ვამბობ. მე იმ სიტყვას გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მიხეილ სააკაშვილის ამ სიტყვას ხო? მე მაგალითად ვამბობ, რომ იმას გავა 10 წლეულები და 20 წლეულები და შეიძლება 100 წლეულები ქართველმა შეიძლება ეგრე ვერ დაამთავროს ის სიტყვა, როგორც მან მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოლებო, ვებრძოდი და ვიბრძოლებ აი მას ორმაგ სტანდარტებზე ვინც პოლიტიკოსებში და ამაზე მე ქნება სულ ბრძოლაო და მე ამას პირდებით თქვენ ამაყი არის ამაყი შვილი ახლა ამაზე მე რომელმა თქვით რომ და აქ ჩამოდიოდნენ და აქ რას რა ილაპარაკა არაფერი ილაპარაკა რაღაცა ყვებოდა და რაღაცა ადამიანმა ესე იგი მისი ინდექსიც თავისუფალი ადამიანი თავისუფალი პოლიტიკოსი იწინასწარმეტყველა უკრაინა რუსეთის ომი ის ყველაფერი ჩამოთვალა იქ პოლონეთის და აი ეკატერინემ რომ ვილჰელმს წერილი გაუგზავნა რომ ქვეყანა ჩნდებაო და არ ნერვიულობ ხო ეკატერინა ისიც კითხვა და სხვათა შორის რუსებმა რუსები და მე ეთყობა პუტინისგან მიიღეს და აჩვენეს როგორ ვიღაცა მივიდა და უთხრა გადითეხლავე და გააღარეს ეს გავიდნენ ერთი სიტყვით რა რომ ესე იგი კიდევ ერთხელ ვამბობ ადამიანს უნდა კონდეს თავისუფლების აღქმის მაღალი ინდექსი. ანუ ხო რა, რომ ესე იგი შენ არ შეეგო იმას რაც ახლა კაცმა გითხრა რომ ესე იგი ან იმას რომ ეხლა დღეს ამბობ, ეს რა დაგვემართა. პირველი მაშინ დაგვემართა, რო გითხრა რომ 2012-ში მოვიდა, სანამ მოვიდა, დაუკვირდა და საყოველთაო ბედნიერებასაც კი დაუკვირდა. სასაცილოა ეგა და მე გვეუბნება, მე პოლიტიკოსი არ ვარ, რომ და წავიდე აგერ ეს ბიჭები მიხედავენ ახლა საქმეს და ამას ზოგი ამართლებდა. ბიჭები რა შვებიან მე? ხო, მე ამ ბიჭებს იჭერს, მე აგდებს, მე უკან მოყავს, ან საერთოდ კარგავს, ან მე კიდე უკან მოყავს. ერთი სიტყვით ეს არის ადამიანების ჩვენი ქართული აზროვნების ბრალი რომ მივეცით უფლება ვიღაცას რომ დაგვანგრიოს და ეხლა ეს იმას ნიშნავს რომ ძალიან დაბალი გვაქვს თავისუფლების აღქმის ინდექსი ეს არის რა ვალდებულებასაც ვერ დოფამ მომართულებით იმიტომ რომ ესე იგი გზავსი მოდელი ქვეყნის მართლობის ალბათ სოფლიოში არ არის წარმოუდგენელი არა ახლა პრემიერი მოგახსენებათ ფაქტურად პირველი პირია გზავსი კონსტიტუციის სახელმწიფოში ხომ პრემიერები მოდიან რატომ მოდიან რა დამსახურებით მიდიან მე თურმე აღმოჩნდება რომ ისინი კრიმინალები არიან ეს კრიმინალი სამი პრემიერი და ორი პრეზიდენტი არის ესე იგი აბსოლუტურად იგნორირებული და ყველა არის თითქმის ესე იგი თუ ჩვენმაც უნდა კანდიდატი და ეს ხდება ერთი პარტიის მმართველობის ქოლგის ქვეშ ასე ვთქვა ვიღაცა პლანის უგზავნდება ეს პრეზიდენტის არჩევაც არ შეიძლება თვითონ ნიშნავენ ხო და მინდა ხაზი გავუშვა თავისუფლებასთან დაკავშირებით არის რაღაცა სადისტური და მაზოხისტური რაშენ თუ გინდა რომ ადამიანს თავისუფლება დაავიწყო ესე იგი მაქსიმალურად უნდა შეზღუდო და აიძულო რომ ის წავიდეს ესე იგი როგორ თქვა გამოსავალს არ უტოლებ რა ეხლა ელოდებოდნენ მაგალითად ამინისტიას ხო ნაცვლებასთან დაკავშირებით 19-ში და მოგახსენებათ რომ 100 მეტი პოლიტპატენარია რიცხვი ხა არ ვიცი და იქ მთელი ღამე გაათენეს მშობლებმა, იმიტომ რომ წინა გამოცდილება იყო ზურა ჯაფარიძე გამოუშვეს დილის 8 საათზე მაისური და გაიყინა კაცი და თოვლში და ყინვაში და არ ეუბნები შენ რომ აი ვის ათავის სია ხო შეიძლება არ გამოუშვა არ გაათავისუფლო მაგრამ რომ დელიკატურად ეს ვალდებულება მაინც ხო გაქვს პრეზიდენტი რო ხარო ადამიანებს მოექცეთ, თუნდაც პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყოს შენ. ხო არსებობს მორალის ნეობა ვახსენეთ ხო? ხო არსებობს ამისი გარკვეული ადამიანური ვალდებულება, არა კონსტიტუციური, რომ შენ წინასწარ თქვა, რომ აი ამას რომ ხალხი არ გელოდოს და სადისტურად არ გაყინო მშობლები, მომხრეები და
ასე არ დასცინო, დიდი დაცინვა. დაცინვა ხო რა თქმა უნდა. ღირსები შელახვა. შელახვაც არის ღირსების კი. აღარ ლაპარაკობ იმაზე, რომ იქ რა მეთოდები იყო გამოყენებული და რისთვის დავიჭირეს ხალხი ტროტუარზე დგომისთვის და გამოუცხადებლობისთვის და ასე შემდეგ. ესე იგი ფაქტიურად ესენი გიგზავნებენ, რომ შენ თავისუფლად არ იაზრონო, არ იფირო და ქმედებაშიც იყო შეზღუდული. მურჩა. ხო, გამიგე. ამიტომ მე მართვადი ხარ ძალიან ადვილი. ხო, იმიტომ რომ თაგა შეიძლება არ მეთანხმებოდე, მაგრამ დაშინებული მყავდე და მყავდე ფაქტურად ვირტუალურ სატუსაღოში. სატუსაღოში ვარ, იმიტომ რომ ხმას ვერ ვიღებ სიმართლისთვის. იტყვი და დავიჭერენ როგორია ჩემი პირადეს კეთილდღეობისთვის კი არ არის ეს სიმართლე. სიმართლე მიმჭირდება ქვეყნის კეთილდღეობისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის. მომავლისთვის. იმას ვეთქვი, რომ ახალგაზრდებო, ვისაც არ მოგწონს წადით აგერ ბილეთი აფიღირს, ხო და წადიდან უღადაბრუნდებით. შეიძლება აუგზავნოთ ემიგრანტების ხარჯზე ცხოვრობ დღეს საქართველოს. ერთადად თუ არ ჩავთვლი თვითონ ამათ ის ხელფასებია საბჭოთა მოიმატეს და ქვეყნის ბიუჯეტს დღეში რა ქვეყანა არ ვითარდება რას ყველა დიდი უბედურება ეხლა იმ დავოსის ხელშეკრულება და ტვირთებთან დაკავშირებით მაინც ერთი ორი სიტყვა მინდა ვთქვა რომ ესე იგი ქვეყანას ნიკო ნიკოლაძე ამბობდა და რა თქმა უნდა მაგას ნიკო ნიკოლაძის სიბრძნე რო ვთქვა რომ სანამ გასატანი მეტია გვექნება ვინმე მოსატანიო მანამდე ქვეყანას არაფერი არ შეიძლება ხო ახლა როგორი შეფერხება ახლა ტვირთებით ბრუნის თვალსაზრისით ახლა ეს გადაინაცვლებს ხო ახლა უკრაინის ომმა გარკვეულწილად დიდი შესაძლებლობა გაუჩინა საქართველოს იმიტომ რომ ის კონსტანციის პორტის მისაწოდებელი ტვირთები რაც იყო ავსტრიის ბულგარეთის და საქართველოს გავლით დუნაიზე რო ავიდნენ ეს შესაძლებლობა გარკვეულწილად ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული ბონუსისავით გამოვიდა ჩვენი მემართულები და ეხლა ეს 60 წელიწადში ის გაიხსნება ის მემართულება და ეს ტვირთები რო გადაინაცვლებს გარდა ამისა ეხლა სამშვიდობო აქტიურად არქულიან არც რეგიონალურ მოთამაშედ არქულიან არც ლოკალურ პრობლემებში არ მონაწილეობ აი ვის ჭირდები დერეფნათას აღარ ჭირდები ესე გამოდის გამიგეთ ხო და ეხლა ეს ქვეყნის რაოდენობა ხო ეხლა უკვე რა ხდება შიდა პოლიტიკაში რა ვიყოთ ამდენი მშენებლობები ხო და ხალხი ქვეყანა თავის მოქალაქეებისგან იცლება და მშენებლობები მეტის გრანდიოზული მასშტაბით ხო შეიძლება ეს მშენებლობების კაპიტალი დაუშვათ წასულიყო სახელმწიფო რკინიგზაში დაუშვათ ან გზების მშენებლობაში ან ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ხო სადაც ყველგან საშინელი ჩამორჩენება ეს ფაქტობრივი გვაქვს ეს რაც ჩანს ხო ჩვენ აზრობრივი გვაქვს პრობლემა აზრობრივი მენტალური ახლა წარმოიდგინეთ ან მაპატიეთ ახლა კიდევ იქ მივალ ერთ უკაცრავად ბატონებთან ნახეთ აი ერთ მომენტს აი ბევრი მაქვს მომენტი იმიტომ რომ რამაც რო ვაკვირდები ხო მე რაღაც ვიტვირთები იცი რაღაც ხადი დოქნობ საშიშროება სადაც წარმოიდგინეთ რა და ვიცოდი რომ ესეც მოხდებოდა აი 2000 ომამდე სანამ უკრაინა რუსეთის უკრაინის ომი დაიწყებოდა ლოიდ ოსტინი ესე იგი პენტაგონის შეფი აფრინდა ვაშინგტონიდან ჯოინ Andrews Base-დან მერილენდში ჩემთან ახლოს აფრინდა და ამოვიდა ჩამოვიდა ნახა ჯერ კონსტანტინოპოლში სტამბოლში ჩამოვიდა ნახა ბართოლომეო ესე იგი ჩვენი ხო მართლმადიდებლური სამყაროს პატრიარქი და შემდეგ ჩამოვიდა თბილისში აი გეპიცებით რა არც ერთმა ტელევიზიამ ვინმე ხმამაღლა არ დაიყვირა რა არც ერთმა არაფერი შევიდა შეხვდა ღარიბაშვილი იყო საუბარი გაემართა კარებს მიღმა დახურულ კარებს მიღმა ეკაც ხდება დახურულ კარებს მიღმა საუბარი მაგრამ იქნა რომ გამოვლენ რაღაცას ამბობენ რაზე იყო საუბარი ხა როგორ იყო საუბარი კი არა რაზე იყო მაინც ხო უნდა თქვა რა ის მერე ამან დაჯდა გაფრინდა უკან და ამან თქვა რომ ჩვენი სამომავლო ურთიერთობებისთვის ვილაპარაკობ და გადის 3 წელი თუ რაღაც და გეუბნება ომში ჩართოს პირდებოდნენ აი ესეთ რაღაცას გაეცახიან აი ვიპირებდნენ რომ ომში ჩავთულიყავით თავარი კოზერი იყო მაგათი ომი გინდა და ომი გაიგო და ამას ესე იგი
ესე იგი ჯერ ესეც არავინ ეხლა ლოიდესტენი იქიდან იმიტომ არ ჩამოვიდა რომ ეთქვა რომ თქვენ ომი უნდა დაიწყოთ უკრაინასთან ერთად ეგ ნამდვილად ეხლა თუ იმეს თქვენ ჯერათ არ ვიცით რა ეხლა ბატონო ეხლა და მეორე თუ შენ ეს მართლა ვინმე შემოგთავაზ ხო რა პრემიერ-მინისტრი ხარ პირველი რა გამოდი და უთხარი ხალხო მე ესე და აგერ ბატონო ოსტინ მე ამას დიდი სიამოვნებით დიახ ერთი სული მაქვს რომ მართლა მეც გავყარო ის რუსები ჩემი იმიდან ტერიტორიებიდან მაგრამ მე ამის ძალაუფლება არ შემწევს და ყველანაირად გვერდზე ვდგევარ და აი ყველა თუ კი რამე შეგიძლიათ თქვენ ამასაც ვერ იტყვი იმიტომ რომ ეგ არ უთქვიათ შენთვის და მე ამას იყენებ იმისთვის რომ რაკის სხვა ტელევიზიები და სხვა პარტიები ჩუმად იყვნენ ახლა როგორ დავიჯერო მე აი ამის მერე როგორ დავიჯერო რომელიმე პოლიტიკური პარტიის ოპოზიციაში აი როგორ არ უნდა თქვა როგორ არ უნდა ესეთი დაბალია თქვენი თავისუფლების საქმის ინდექსი როგორ დავიჯერო აი ბატონო მე მაგალითად ნამდვილად არის შენი პრობლემა რომ არ ჩანს როგორ არ შეიძლება კაცო ამაზე უნდა ყოფილიყო ყეფვა ასაკურველია ოპოზიციური ძალებიდან და პარტიებიდან. ხო და ის ვინც მართლა არის ამის თქმელი და იყო ამის თქმელი და მე აბრალებდნენ საქართველოს დაიწყო ომი და დღეს გამოკეტილი ყავთ კიდევ ერთხელ ვამბობ არა ვარ არც ნაციონალური პარტიის წევრი არც ფუნქციონალური არც ერთი პარტიის მაგრამ რაღაც რომ ხდება არასწორი მაგის თქმელი ვარ და მიზიანდება ნერვი და ნერვიულობ იმიტომ რომ არ არის სწორი ქვეყანა ხივართ რაც არ არის სწორი არ არის მიუღებელი არ უნდა მიიღოთ ეგ არის თავისუფლების საქმის ერთ-ერთი თავისუფლების სიმბოლო წევანე ამით დავიწყეთ თვითონ უფალი ესო ქრისტეა თავისუფლების სიმბოლოა ის ვინც თავისუფლების სადარაჯოზე უნდა იდგეს ასულიერო პირებია რა დაუშვათ იგივე მოწოდებით ხო აი დაუშვათ იქ მზე ამაღლობელზე განცხადება და თითქოს შედალოცვილო ესე იგი როცა ეს ხალხი ელოდება თუნდაც ამ ფაქტს ესე იგი ჯერ მოქალაქეც ხო ხარ სამუდელო პირი ხარ არა მოქალაქეც ხო ხარ რა ხო და 1000 ხალხი შუამდგომლობა გავაგზავნეთო ჯერ ერთი როცა ხდება აი ამ ხალხის ამ ახალგაზრდობის რაღაცა შავი პიარის აგორება მაგ მიმართულებით ჯერ ერთი შენ ვალდებული ხარ რომ შენ მრევლთან იყო ისიც ხომ მრევლია რა გამოდი დაელაპარაკე შუამავლის როლი იკისრე შეარიგეს დაპირისპირებული საზოგადოება ხო და ესე იგი ამის მაგივრად რომ შენ უკვე მხარე გამოდიხარ შემრიგების როლში და სიმართლის მსახურის როლში და სულიერების მსახურის როლში კი არ ხარ შენ იმ ციხის პატიმრების მამა იმესაც ახარ სულიერი მოძღვარიც უნდა იყო ხო იმეთი ინტერესებით უნდა დაიცვა და საზოგადოება გაყოფილია და ესე იგი ამ გაყოფილ საზოგადოებაში შენა შეასრულო ზუსტად არა მარტო დამრიგებული ასე ვთქვა როგორც მასწავლებელი შვილები ვართ ხო ჩვენ და რომელ მშობელს ხარია რომ იმ შვილები ერთმანეთთან რომ კომპლექსი არიან ხო მაგრამ ეს როგორც ჩანს ერთის ხრივ დიდი პოლიტიკის დიდი წყალებში ვიძახი ნაწილია რომ გასცი შეdaibატონე იმიტომ რომ ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ ყველაფერში ვეთანხმებით ამ ხელისუფლებას დაუშვათ არ არის ოპოზიცია არ არსებობს ფიზიკურად და მე რაზე ვიფიქრებ ჩვენ ახლა ერთი საზოგადოების ერთი ნაწილი რომელიც მომხრე ოპოზიციის კონფლიქტია ოჯახებშიც კი და მამაშვილობაშიც კი და სამეგობროც ერთმანეთთან და ეს ხარი ყველაფერი არის საინფორმაციო შედეგი საინფორმაციო აქტივობის შედეგი რომ მსხვერპლია ეს ინფორმაციის რომელსაც ისმენს ხო და ეს საინფორმაციო საშუალება აღვივებენ ამ კონფლიქტს და არ ხდება ქვეყნის აღშენებულება როგორ წავა განვითარება საზოგადოების ერთიანობა როგორ ჩვენ ერთმანეთს ვაქრობთ ამცრობთ კი არ ვავითარებთ ასეთი ცხოვრებით ხო ასეთი დინებით ცხოვრების ამ დინებით ხო და ეხლა რო არ იყოს მაგალითად ეგეც მიგვრის და სოციალური მოთხოვნილებები არ არის მაგალითად აი სოციალური პრობლემები თითქოს არ იყო საქართველოში ხო აბდოს ნომერი პირველი პრობლემა ეს არის სოციალური პრობლემა იმიტომ გარბის ხალხი აქედან ქვეყნიდან რომ საშოვარზე გარბის ახლა არის ევროპის ლანძღვა იმ დროს ერთი ყმაწვილის ის ინტერნეტში იდო საფრანგეთში წავიდა ორი ხერხემრით დაზიანებული შვილით უმკურნალეს თითო ოპერაცია 80,000-იანი ოპერაცია დაუფინანსეს ერთი მეორე და ვიღაცა აქედან ლანძღავს და აი ტონალობაში უნდა გამოვიდეს
სასულიეროს მიმართ მოძღვრები და ხალხს მოუწოდნენ სიყვარულისკენ, შერიგებისკენ, შემწყარებლობისკენ, გაგებისკენ, მოსმენისკენ და მაშინ ვექნება მშვიდობიანი საზოგადოება. ესე იგი, ერთი სიტყვით, დღევანდელ დღეს პარალელურად ამითი დავამთავროთ, იმიტომ რომ დროის ფაქტორი გვაქვს, ამიტომ კარგად ზანდებოდეთ, ბატონო, დიდი მადლობა, ნახვამდის.